إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله اللهم علمنا ما ينفعنا وانفعنا بما علمتنا وزدنا علما وأصلح لنا شأننا كله ولا تكلنا إلى أنفسنا طرفة عين. السلام عليكم ورحمة الله. დღევანდელი გაკვეთილი ეხება ცოდნის მოტივაციას. ალიმები ძახიან, რომ ხანდახან ხალხისთვის ვინც იღებს ცოდნას ან გაკვეთილებს მოდის, ხანდახან არის ძალიან სასარგებლო, რომ შეახსენონ მაგათ, ანუ ცოდნის ღირსება. ფადლულ ილმ, ცოდნის ღირსება. ასევე ალიმები იძახიან, რომ კარგია, როცა ადამიანს შეახსენებს მაგალითად სალაფების ცხოვრებიდან, ან ალიმების ცხოვრებიდან რაღაცა მომენტები ცხოვრების, რაც ეხება ცოდნას. რომ ისე ახალგაზრდებს ან ნებისმიერ ადამიანს მოტივაცია, რომ მიხვდეს ცოდნას, რომ არ დაეზაროს ცოდნაზე მოსვლა, გაკვეთილების მოსვლა და ასე შემდეგ. იმიტომ ჩვენ ვართ ხალხი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ხანდახან დაგვეზარება, ხანდახან სიზარამაცი მოდის ჩვენს გულებში, ჩვენს სულებში, ხანდახან გვინდა გართობა და რაღაცა გაკვეთილების არ მოსვლა და მაგისთვის კეთდება ეგეთი გაკვეთილები. ეს ეხლა პატარა გაკვეთილი ასე დღეს იქნება, არის ერთი ნაწილი იმ ბევრი გაკვეთილებისგან, რომელიც კიდე ინშაალლა გვექნება ჩვენ მომავალში. ეს გაკვეთილი შევაგროვე რამოდენიმე შეიხების გაკვეთილებისგან, როგორც შეიხ ალბანი, შეიხ სალih ალ-ჰუსეინი და ასე შემდეგ. ძალიან ფაიდიანი გაკვეთილი იქნება ინშაალლა. ალლაჰს ხო რომ გახადოს ჩვენთვის ხაირიანი. ამინ. პირველ რიგში, სანამ დავიწყეთ, უნდა თქვათ, რომ რისთვის კეთდება გაკვეთილები. ზაკალ ხაირ, ბარაკალლაჰ. რატომ მოვდივართ გაკვეთილებზე? რატომ სწავლობთ, რატომ ვასწავლით? რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? ეს არ კეთდება დუნიისთვის. ნებისმიერი იმამი ან შეიხი, ან ხოჯა იყოს, ან ვიღაცა ვინც მოდის გაკვეთილზე, არ მოდის აქ რა დუნიაზე. არ მოდის იმისთვის, რომ დიპლომები, დიდი დიპლომი ქონდეს, ან კრესლო ქონდეს რაღაცა მეჩეთში, რაღაცა მადრასაში, რაღაცა ყურან კურსში, ან სადღაც გინდა იყოს საუდის არაბეთში, ან თურქეთში, სადაც გინდა იყოს, ადამიანი უნდა მიიღოს ცოდნა არა მაგისთვის. არამედ ადამიანი უნდა მიიღოს ცოდნა ალლაჰის ხატრისთვის. და არა იმისთვის უნდა მიიღოს ადამიანი ცოდნა, რომ ესპოროს ვიღაცას. დაუმტკიცოს ვიღაცა ჩემი აზრი უფრო ძლიერი ვიდრე შენი აზრი. ეგას არ არის ცოდნა. ცოდნა არის აღებული მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის ხატრისთვის. რატომ ძმებო? იმიტომ ცოდნა არის რა? ებადათია, თაყვანისცემა. ცოდნა არის რა? თაყვანისცემა. მაგაში არის საჭირო იხლასი. და როცა ადამიანი იღებს ცოდნას, იმ ნიათით აი ახლა მე ცოდნას ავიღებ, მაგარ დიდი შეიხი გავხდები, ხაფიზი ვიქნები, მაგარი კრესლო მექნება მეჩეთში, ან სადღაც დიდი რაღაცა იქნება, დიდი ადგილი, უფროსი მუდირი ვიქნები, ეგეთ ცოდნას არანაირი ფასი არ აქვს. ეგეთ ცოდნა არის გადავარდნილი ნაგავში. ამას ცოდნა არანაირი არ აქვს. ალლაჰმა უზენაისმა ყურანში თქვა, ეუბნება, არ ჰადისი არის შუმავა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ, რომ ალლაჰს უყვარს მუდმივი ცოდნა. გადავეცოთ და სხვა თემაზე გადავათ, რომ როგორი ცოდნა უყვარს ალლაჰს აზზა ვა ჯალ. როგორი ცოდნა მთლიან ჯამში როგორი საქმეები. ალლაჰს უყვარს ის საქმეები, არ მინდა ალლაჰს უყვარს საქმეები, რომელიც არის პატარა, მაგრამ მუდმივი. პატარა, მაგრამ მუდმივი. არა ისეთი საქმეები, რომელიც დიდია, შეიძლება ადამიანი დიდი საქმე გააკეთოს, მაგრამ მე შეჩერდება ვაფშე არაფერს არ აკეთებს. ალლაჰს ეგეთ არ უყვარს. ეგას კაია, მაგრამ უკეთესი ალლაჰის წინაშე რომელი საქმეები, რომელიც პატარა და მუდმივი. შუმავა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა, ინა აჰაბალ ამალი ილა ალლაჰი ადვამუჰუ ვა ინ ყალ. ჭეშმარიტათო, ყველაზე საყვარელი საქმეები ალლაჰისთვის არის რა? საქმეები, რომელიც არის მუდმივი, რომს პატარა იყოსო. რომს პატარა იყოსო. მე პირადად ვფიქრობ, მე ჩემი აზრით, რომ ჩვენ ხანდახან ერთ კვირაში ერთხელ რო გროვდებით აქა, ეს არის ცოტა. მაგრამ ალჰამდულილlah ძმებო, უკვე რამდენი წელია ეგრე გროვდებით, ხო? კვირაში ერთხელ. თვალწინ მეორე წელია. ეს ხო ალლაჰის ნეიმათია ჩვენთვის, ხო? ამ ხრიდან ჩვენ ვიზახით, რომ ალჰამდულილlah ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ. ამ ხრიდან. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის დამსახურება, არა ჩვენი. არა ვიღაცი მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის დამსახურება ეს ყველაფერი, რომ დღეს ხა ჩვენ რა, ალლაჰმა ჩვენ გაგვიადვილა ეს ყველაფერი. და ალლაჰს ხო რომ კიდე მოგცეს ამ შანსი რომ გავაგზავნოთ ეგრე. ამინ. შუმა ალლაჰმა აზზა ვა ჯალმა უთხრა პეღამბარ სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ შუმაოს უთხრა რომ ვა'ბუდ რაბბაკა ჰატა იატიაკა ალ-იაყინ. ეთაყვანე შენ ღმერთს სანამ მოვა შენთან რა, ანუ სიკვდილი. სანამ მოვა სიკვდილიოს. ბისევნება ალლაჰი აზზა ვა ჯალ შუმაოს სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ. ეთაყვანე შენ ღმერთს სანამ მოვა შენთან სიკვდილიო. ანუ თაყვანისცემა ადამიანისთვის არის როდის მორწმუნეისთვის სიკვდილის ბოლომდე. გაჩერება მაგას არ აქვს. და ცოდნის მიღება ძმებო არის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი თაყვანისცემა. რატომ? იმიტომ რომ ცოდნაზე არის დაფუძნებული და აშენებული ნებისმიერი შენი
იბადათი, ნებისმიერ თაყვანისცემა, ლოცვა იყოს, ჰაჯი იყოს, უმრა იყოს, რამადანი იყოს, მარხვა იყოს, შენი ურთიერთობა თიჯარათი ძმებთან და ასე შემდეგ, რომ იცოდე რა არის ჰალალი, რა არის ჰარამი, რა შეიძლება ალლაჰის წინაშე, რა შეიძლება, ყველაფერი ძმებო არის დაფუძნებული ცოდნაზე. შენი ურთიერთობა შენ მეუღლესთან, შენ ბავშვებთან, შვილიშვილებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, ძმაკაცებთან, ყველაფერი არის დაფუძნებული ცოდნასთან. ადამიანის თორსა ცოდნა არ აქვს, არის შორს რა ალლაჰის ნურისგან. ალლაჰის ნურისგან არის შორს. მაგიტომ ჩვენი თავები უნდა რა მივაჩვიოთ რას ცოდნის მიღებას. უნდა მივაჩვიოთ. ცოდნის მიღებას. ცოდნის მიღება არის მე როგორც ჩვენ თქვით თაყვანისცემა. მაგიტომ ალლაჰმა, მაგიტომ სიცოცხლის არის რა ბოლომდე. როგორც ალლაჰმა თქვა ყურანში, მუჰამმად სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა, ეთვაყვანი ალლაჰს რა ბოლომდე, სიკვდილის ბოლომდე. ასევე ცოდნაც მიღება არის რა თაყვანისცემა. მუჰამმად სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა თქვა სხვა ჰადისში, ალ-ულამაუ ვარათათულ ანბია. ალიმებიო არიან ვინები შუამავლების მემკვიდრეები. შუამავლების მემკვიდრეები. და მუჰამმად სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა თქვა, რომ შუამავლები არც დატოვის, არც დინარი, არც დირჰამი. ანუ ასე ვთქვათ, ვალუტა არის, როგორც დოლარი და ასე შემდეგ. არ დატოვის არაფერი რა ქონება. არამედ დატოვის რა ცოდნა. შუამავლების ცოდნა არის რა ძმებო, ეს არის ნამდვილი მემკვიდრეობა. ოღონდ ძმებო, რომელ ცოდნაზეა საუბარი? სანამ მაგაზე ვიტყვით, რომელ ცოდნაზე უნდა თქვა, ნახეთ, ალლაჰმა თქვა, ალ-ულამა. სწავლულები, ალიმები არიან რა, ვინ არის? შუამავლის რა მემკვიდრეები. ალლაჰს არ უთქვია ეგეთი და ეგეთი ეროვნების ადამიანი. არაბი თუ არა არაბი, მაღალი თუ დაბალი, ლამაზი თუ მახინჯი და ასე შემდეგ. ალლაჰმა თქვა, ულამა, ნებისმიერი მცოდნე ადამიანი, რომელიც დილა იღებს ალლაჰის ცოდნასგან, შუამავლის ცოდნას, ის არის მისი მემკვიდრე. ოღონდ ვინ ითვლება მაგათი მემკვიდრე? ვინ? მაგას საგრძნობო ცოდნას ორი საფუძველი. ორი საფუძველი, როცა მართლა შეიძლება ადამიანი თქვა, რომ ეს ადამიანი არის მცოდნე. პირველ რიგში უნდა იყოს რა, როგორც თქვენ ალიმებმა, შეიხ სალih ალ-ჰუსეინი და სხვებმა, პირველ რიგში ეს ცოდნა უნდა იყოს დაფუძნებული ყურანზე და სუნნათზე. ეს პირველ რიგში. არა ფილოსოფია, არა ილმულ კალამ და რაღაცა სხვა, არამედ უნდა იყოს ყურანი და სუნნა, ეს ერთი. მეორე საფუძველი ცოდნის, რომ დაერქოს, რომ მართლა ადამიანის ცოდნე რა არის? არის ღვთისმოშიშობა, ალ-ხაშია, ატ-ტაყვა. როცა ადამიანი აიღო რაღაცა ცოდნა და მერე ცხოვრობს ამ ცოდნით. წარმოვიდგინეთ მე რომ ჰაფიზი ადამიანი ქუთუბუს სიტა ჰადისების უამრავი ჰადისები ზეპირად იცის, მაგრამ ამავე დროს ზინას აკეთებს. ძმებთან არის როგორც ჰაფიზი, სახში როცა მიდის, ტელეფონს ამოიღებს ღამე, შევა და ბინძურ რაღაცებს უყურებს. ეგეთ ადამიანს ცოდნა მოიტანა მეგისთვის ხეირი. რა თქმა უნდა არა. მიყვება ამ ცოდნას, რა თქმა უნდა არა. ეგეთ ადამიანს საერთოდ არ არის რა ნახსენები როგორც ალლაჰის წინაშე, ანუ შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ პატარა ნაწილიც არ იქნება აღებული მაგას რა მისი მემკვიდრეობისგან. პატარა ნაწილიც. რატომ? იმიტომ რომ არ მიყვება ცოდნას. ანუ ორი საფუძველი ძმებო. ყურანი და სუნნათისგან უნდა იყოს აღებული მისი ცოდნა და მეორე უნდა იმოქმედოს ამ ცოდნით. ცოდნას აქვს ძმებო ასევე რა, როგორც თქვენ ეს ორი პირობა და ასევე აბულ ამრ იბნ ალა ალ-ბასრი მაგან თქვა, მაგას კითხეს ერთხელ რომ ილა მათა იჰსუნუ ბილ მარ'i ან იატლუბ ალ-ილმ. როდემდეო ადამიანის არის კარგი რომ ცოდნა მიიღოს, ისლამური ცოდნა მიიღოს. როდემდეო? და მაგან თქვა მადამა ან თაჰსუნა ბიჰი ალ-ჰაია. იქამდეო სანამ არის ცოცხალიო. სანამ არის მორწმუნე მუსლიმი ცოცხალი უნდა მიიღოს ცოდნა. იბნ მუბარაკს ერთხელ კითხეს რომ ილა მათა თატლუბ ალ-ილმ. როდემდეო შენო მიიღებს ანუ ისლამური ცოდნასო. დიდი ალიმი იყო უკვე ისედაც, როდემდეო მიიღებო ცოდნასო და მაგან თქვა რომ ილალ მამად. სიკვდილამდეო. სანამ მოვაო ჩემთან სიკვდილიო. იმამ აჰმადს რაჰიმაჰულლაჰ აქ ეგეთი ძალიან დიდი გამოთქვა, ცნობილი გამოთქვა მისი რომ მა'ალ მიჰბარა ილალ მაყბარა. მა'ალ მიჰბარა ილალ მაყბარა. მიჰბარა ნიშნავს ანუ მელანი, რასთანაც ერთის წერენ. ასე ვთქვათ რომ კალამითო სასაფლაო ანუ კუბომდე ასე ვთქვათ, მიწაშიო. იმამ აჰმადი ამბობდა რომ ანუ იმას იძახდა რომ არასდროს ადავანებით რა ცოდნასო. სანამ ვართო ცოცხალებიო, ჩვენ მივიღებთო ცოდნასო. ასევე ალიმებმა მოიყვანეს 4 საფუძველი, 4 უსული ასე ვთქვათ, რომელიც ეხმარება ადამიანს რომ დარჩეს ცოდნის გზაზე. რომ ხანდახან მოდის შეიტანი, ხანდახან სული, ხანდახან რა, ადამიანი შეიძლება მოაშოროს ცოდნის გზიდან. ხანდახან შეიძლება ადამიანი არის სისტემატიური მოდის გაკვეთილებზე, საში როცა არის რაღაცას კითხულობს, რაღაცა ახალს რაღაცა იგებს, მერე მოდის რაღაცა მის ცხოვრებაში, რაც შეიძლება ანუ გასცინოს ამ გზიდან. ალიმები ეს 4 რამ რასაც წავიკითხა, მოიყვანეს იმისთვის, რომ გაუადვილოს მუსლიმისთვის, რომ მიიღოს უფრო ცოდნა. პირველი რა არის მებო რომ ალიმები თქვეს რომ უნდა გვახსოვდეს რამდენად გვესაჭიროება ცოდნა.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რამდენად ჩვენ გვესაჭიროება ცოდნა. იმიტომ იმამ აჰმადმა თქვა, "ანასუ ილა ალ-ილმი აჰვაჯუ მინჰუმ ილა ატ-ტაამი ვაშ-შარაბ." ჭეშმარიტად ხალხს უფრო სჭირდება ცოდნა, ვიდრე მაგას სჭირდებათ სასმელი და საჭმელი. იბნ ყაიიმ ამ სიტყვებზე რაჰიმაჰულლაჰ თქვა, რომ საჭმელი და წყალი ინარჩუნებს რას? რას მე? სიცოცხლეს, მაგრამ რის სიცოცხლეს? ტანის. საჭმელი და წყალი ინარჩუნებს ტანის სიცოცხლეს. რა შეეხება ცოდნას, ცოდნა ინარჩუნებს სულის სიცოცხლეს. რატომ თქვენ ალიმებმა რომ ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია? იმიტომ თუ ტანი შენი მოკვდა, შენი სული მაინც არ მოკვდება და ინშალლა ჯანნაში შეხვა. მაგრამ თუ მოკვდა შენი სული, რომ შენი ტანი იყოს ძლიერი და მჯამცელი, შენი სული თუ არ მკვდარი, არ ცარიელი ცოდნისგან, შენ ვალიაზუ ბილლა, ალლაჰს თხოვ დაცვას რომ შეიძლება მოხდეს შენ რა ჯაჰანამში. მაგიდან ცოდნა არის მებო ჩვენთვის ყველაფერი. ასევე ალიმები თქვენ რომ გვახსოვდეს რომ რამდენად ვარ დამოკიდებულნი ჩვენ რა ალლაჰის სწორ გზაზე. და ალლაჰის სწორი გზა არ მოდის მებო რა ცოდნის გარეშე. ადამიანი როცა მოდის ისლამში, ან დგება თაყვანის სემაზე, მისთვის არის საჭირო რა სწორი გზა. და სწორი გზაზე რომ დარჩეს ადამიანი, მისთვის არის საჭირო ცოდნა, ალ-ილმ, ცოდნა. ცოდნის გარეშე შეუძლებელია რომ ადამიანი რა გამაგრდეს უფრო მაგრა სწორ გზაზე. რომ გამაგრდეს სწორ გზაზე. ალლაჰმა აზზა ვა ჯალმა ყურანში თქვა, "ყულ ჰადიჰი საბილი ად'უ ილა ალლაჰი ალა ბასირა." ალლაჰმა ეუბნება მუჰამედს რომ თქვიო ე მუჰამედ რომ ეს არის ჩემი გზა. ამ გზითი მე ვეძახი ალლაჰისკენ რითი ცოდნითო. ალ-ბასირა ალიმები თქვის რომ ცოდნითო. ანუ მუსლიმი როცა დავას აკეთებს თავის ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ასე შემდეგ, უნდა დაფუძნებული იყოს მისი დავათი რაღაცზე, ცოდნაზე. ადამიანს თუ ცოდნა არ აქვს, როგორ უნდა მიხედოს პირველ რიგში თავის ოჯახით? როგორ უნდა დაუძახოს თავის ოჯახი, რომ გასწორდეს სწორ გზაზე დადგეს? ეს ვერანაირად ვერ მოხდება. მაგიტომ ალიმები არიან რა ყველაზე გამაგრებულნი რაზე ამ სწორ გზაზე. ვერ ნახავთ ვერასდროს შეიძლება ძალიან იშვიათია რომ ვერ ნახავთ რომ შეიძლება ვერც ნახავთ მე მართლა არ ვიცი ეგეთი ისტორია რომ ვიღაცა ალიმი რომ ეს იყო აჰლე სუნნათი მართლა რომ ალიმი გზიდან გადავარდეს და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ მაგათ აქვთ ცოდნა. ანუ ცოდნა არის უფრო ასე თქვა გარანტია არ ვიძახით, მაგრამ უფრო იმის შენი გაძლიერება სწორ გზაზე. მაგალითად მე სურა ფათიხას რო ვკითხოთ ყოველთვის ჩვენ ლოცვებში, რას ვიძახით მან? იჰდინას სირატალ მუსტაყიმ. ეს შენი დუა ექშინე დუა რასაც შენ ვთხოვ ალლაჰს, ეგეც ხო ცოდნა არის. რა თქმა უნდა, ეგეც ცოდნა არის. შენ დუას უკეთებ ალლაჰს აზზა ვა ჯალ. მაგიტომ არ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი თავები არის დამოკიდებული ალლაჰზე, მაგრამ რომ გავუმაგრდეთ სწორ გზაზე, რა არის ჩვენთვის საჭირო ცოდნა. მეორედ მე უნდა რა გავავსოთ ჩვენი სულები ცოდნით, უნდა გავავსოთ ჩვენი სულები ცოდნის ღირსებით. რა არის? რას ვიძახი რომ უნდა გავასწრებთ ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა. რა გვაძლევს ჩვენ ცოდნას? ალლაჰის წინაშე რამდენი დიდი ადგილი აქვს იმ ხალხს, ვინც იღებს რა ისლამურ ცოდნას. შეიხ ალ-ალბანი ალლაჰ იგი შეიყვანა ჯანნატში მოიყვანა აიათს არის ალლაჰი უზენაეს იძახის ჰალ იასტავი ალლადინა იალამუნ ვალლადინა ლა იალამუნ. ნუ თუ შეედრებიანო ერთმანეს ალლაჰი იძახის. ისინი ვინც იციან და ისინი ვინც არ იციან. ალლაჰის წინაშე ხო, ალლაჰის წინაშე ეს არის ძალიან დიდი განსხვავება. ნუ თუ შეედრებიანო ალლაჰი იძახის. ვინც იცის და ვინც არ იცის. ასევე ალლაჰი უზენაეს იძახის იარფაუ ალლაჰუ ალლადინა ამანუ მინკუმ ვალლადინა უტულ ილმა დარაჯატ. ალლაჰი ამაღლებს თქვენ შორის იმათ ვინც ირწმუნა და ვისაც იყო მიცემული რა ცოდნა. ალლაჰი აზა ვა ჯალ რას აკეთებს? ამაღლებს დარაჯატ, ნიშნავს რომ ძალიან ბევრი, ანუ ფუძე ძალიან ბევრი დონეთი. ასევე შუმაურა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამა სო ჰადისებში თქვა რომ ან ეს არის ბოდიში ალიმების გამოთქმები რომ ალიმის მაგალითი ჩვეულებრივი მუსლიმების მაგალითთან რომ შეადარო არის როგორც მთვარე და არის როგორც პატარა ვარსკვლავებით საში როცა ნახავ ღამე. რამხელა ანათებს ეს მთვარე ხანდახან შეიძლება ჩtildeც იყოს ღამე რომ გზას გინათებს ღამე ხო? გზას გინათებს და პატარა ვარსკვლავები. ეს პატარა ვარსკვლავი არის როგორც მუსლიმები, ჩვეულებრივი მუსლიმები და მთვარე არის როგორც ალიმი. და ასევე ჩვენ ისტორიაში ვხედავთ როგორც ჩვენ თქვით ალიმები უფრო არის იშვიათი ხალხი ვინც რა გადავიდნენ სწორი გზიდან. მაგალითად ჩვენ თვითმებო მეორე საფუძველი რა არის? სულის გავსება ცოდნით. სულის გავსება ცოდნით მის ღირსებით. თუ სული გაივსოთ მებო რითი? ცოდნის ღირსებით, სული უფრო მეეკედლება ან ჩაებეჭდება მაგაში რა ცოდნის მიმართ რა მისწრაფებება. ალიმები თქვენ რომ სული არის როგორც დოქი, როგორც ცარიელი დოქი, როგორც ცარიელის მაგალითად ჭიქა. რასაც ჩაასხავ იმ სულში, იმ დოქში,
იმით ივლის. ასეთ ჩაასხო მან. შენ თუ ჩაასხო შენ დოგში რაღაცა სიბინძურეს, შენი ცხოვრება, შენი ნამუსის და ასე შენი ხასიათი იქნება ბინძური. შენ თუ ჩაყრე შენ სულში რაღაცა ხეირიანს, როგორც ცოდნა, რა თქმა უნდა, შენი ცხოვრებას განათება და უფრო განათებული იქნება შენი ცხოვრება. ცოდნა ძმებო ჩვენ გაგვამაგრებს ალლაჰის გზაზე. وزنايس الله ما قرآن شيء يثبت الله الذين آمنوا بالقول الثابت في الحياة الدنيا وفي الآخرة. الله أمغربس مرتمونيبس روميلس إرتمونيس ماغاري سيتويتان زليري سيتويت روز أم حياتشي أم دنياشي أسوي آخرتشي. الله ما تقارا وينس إرتمونا. درتمينس من درازمبو. صدنا. ადამიანს როდესაც წმენა არ აქვს, მაგას ცოდნა ადამიანს რომელსაც ცოდნა არ აქვს, მაგას შეიძლება თქვა რომ ცოდნა წმენას არ აქვს. ასევე ალიმები თქვენ რომ შენი სიკვდილის მერეც რა არის? შუმამას ალლაჰ ჩვენ ხალხ ასე ვლაპარაკობთ რომ ღირსებაზე ხო ფადლულ ილმ. შუმამას ალლაჰ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ اذا مات الانسان انقطع عمله الا من ثلاث. როცა ადამიანი კვდება, ყველა ნებისმიერი მისი საქმე ჩერდება. ნებისმიერი საქმე გარდა სამისა. ولد صالح يدعو له. მართალი სალიჰი ბავშვით რომელიც მისთვის დუას აკეთებს. ეს არის мотивაციებისთვის მამებისთვის, დედებისთვის. ეხლა ვინც უყურებს და ვინც აკავართ, შენ თუ ხარ მშობელი, იფიქრე მაგაზე. ვალადინ სალიჰინ yad'u-lahu. კარგი ბავშვი სალიჰი, რომელიც მისთვის რა დუას აკეთებს. მეორე, ვა სადაყათინ ჯარია, სადაყა ჯარია, ცნობილია, ვის ადამიანი დატოვებს წავა მსხოვრებიდან, დატოვებს იღეთ რაღაცას, რომ ხალხი მაგის მერეც, ვისი სიკვდილის მერეც იმას გამოიყენებს ხეირში. ვა ილმინ yantafa'u bihi. და ცოდნას რომელსაც დატოვებს და ხალხი მაგისგან აიღებს რა ფაიდას ხეირს აიღებსო თავისთვის. ეს ძმებო ეს ხომ ძალიან ცნობილი ჰადისია, არაერთხელ ჩვენ გავიგეთ ჰადისი. და ხალხი ყურადღებას აქცევს რა ყოველთვის ბოლოს. თუ ეხება რაღაცა ცოდნას, ბოლოს ეხება რა ყურადღებას აქცევს, სადაც შუმამას ალლაჰ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ვა ილმი yantafa'u bihi." ცოდნა რომელიც ხალხი იღებს რა ხეირს. მაგრამ ზოგმა ალიმმა თქვენ ძმებო რომ ეს სამივე ეხება მარტო ალიმს. მარტო მცოდნეს. რატომ? ვალადინ სალიხ. მართალი სალიხი ბავშვი რას ნიშნავს? შენ თუ ბავშვს არ აქვს ცოდნა, შენ თუ შენს ბავშვს არ ასწავლე, შენი შვილი როგორ იქნება სალიხი? ხო ეგრეა. სალიხი რომ უნდა იყოს ადამიანი, მაგას რა უნდა? ცოდნა უნდა. ეს იმას რაც აჩვენებს რომ ფადლულ ილმ, რამდენად დიდი ძვირფასი რამე ეს რა არის ცოდნა. შენ როცა კვდები, მიდიხარ ამ დუნიისგან, შენი ბავშვი ჯერ აქ არის, აკეთებს შენთვის დუა. ღმერთო, ჩემ მამა ჩემი შეიწყალი. მამა ჩემს რაჰათი მიეცი, მამა ჩემს ჯანნათი მიეცი. მე შეიძლება მისი შვილიც იყოს ასევე მცოდნე, მისი შვილიშვილების და ასე შემდეგ დუას აკეთებ ვიღაცე ბაბაო ჩემს რაჰმათი მიეცი, ჯანნათი მიეცი და ასე შემდეგ. მაგალითი არის მაგალითად ჩვენ ეხლა დღეს შეიხ აბდურაზაკ ალბადარ, ვინიც მამამისი ვინ იყო? შეიხ აბად, შეიხ მუხსინ ალბად, დიდი ალიმი, მუჰადისი. მისი შვილიც ეხლა არის რა? ალიმი. რამოდენიმე თვის წინ ძმებო მისი შვილი აბდურაზაკი მისი შვილი მაგას უკითხავდა გაკვეთილის დროს რა წიგნს და დუას უკეთებდა მისი შვილი აკეთებდა დუას რომ ღმერთო ჩემო გაკვეთილის დროს შეიწყალი მამა ჩემი და მამა მისიო და შეიხი ტირილი დაისხო გაკვეთილის დროს მეჩეთში შუმავასალასა მეჩეთში ტირილი დაისხო რატო ეს ხადისი გაახსენდა ვალადუნ სალih გაახსენდა მაგას ეთქობა რომ მამამის როცა გარდაიცვალა შეხაბად ჰაფიზაჰულlah როცა გარდაიცვალა ორი უკვე კაი შთამომავალი ყავს მის მაგისტრის და დუას უკეთებს შვილი და შვილიშვილი ძმებო მაგაზია საუბარი მეორე შუმავასალლაჰ ალეიჰი ვასალამ თქვა ვასადაყა ჯარია სადაყა ჯარია ძმებო ასევე ეხება ცოდნას როცა შენ კვდები როცა შენ ამ დუნიისგან წახვალ შენ თუ დატოვე რაღაცა ცოდნა რაღაცა ასწავლე ხალხს სანამ ხალხი მაგას გამოიყენებს მაგათი შვილები და ის მაგათი შვილიშვილები შენ დაგეწერება ყოველთვის მადლი სანამ შენ ხარ სანამ მოხდება ასასურის დღე და ალიმები თქვეს რომ იბნულ ჯაუზი რაჰიმაჰულლაჰ თქვა ალ-მუსანნაფუ ვალადულ ალიმი ალ-მუხალლად სანამ მაგას ვიტყვი მინდა ერთ რას გამახსენა რა შეეხება სადაყას ნახეთ ძმებო ჩვენ ახლა ვკითხავთ ხანდახან იმამ ნავავის წიგნებს ხანდახან შეიხ იბნ სემინის წიგნებს ხანდახან იბნულ ყაიმის წიგნებს სხვა წიგნებს ხანდახან ჩვენ ვკითხავთ იმ წიგნებს რომელიც დაწერა ალიმმა რამოდენიმე ასეული წლების წინ და როცა ჩვენ ვკითხავთ მაგათ წიგნებს როცა ჩვენ ვიგებთ მაგას სახელს რას ვიძახით რაჰიმაჰულლაჰ რაშინსაც მებო ალლაჰმა მეთო ჩემო შეიწყალი ეგას უკვე რამდენი ფადლია ძმებო ამდენი ათასობით ხალხი არის მაგათ წიგნებს კითხულობს და იღებს მაგათგან ფაიდას და ყოველ წაკითხვაზე აკეთებს ადამიანი მაგის რა დუას ეგეს რა არის მო ფადლულ ილმ ეგეს არის ცოდნის ღირსება რა იცი ჩემო ძმაო იქნებ შენ გახდები ალიმი ალლაჰის წინაშე დღეს არავინ არ იცის ბევრი ალიმი იყო ვინც დაიწყო ცოდნის მიღება 60 წლის მერე
და მე ალიმები გახდნენ. ან რა ისე შემოძმაო, იქნებ შენ თუ მიხედავ შენს ბავშვს ეხლა, შეიძლება შენი ბავშვი, შენი შვილი, შენი გოგო გახდებიან ალიმები. ასწავლე მე ხალხს და შენ დაგეწერება იგივე მადლი. იბნულ ჯაუზი ამბობდა რომ ალ-მუსანნაფუ ვალადულ ალიმი მუხალლად. რა არის რომ მუსანნაფ რა არის მებო? ალიმი როცა წერს რაღაცა წიგნს, ეს არის მისი ბავშვიო, რომელიც არის სამუდამოდ. ანუ აღსასრულის დღემდეო. რატომ არ მისი ბავშვი რომ ადამიანი გარდაიცვალა 1000 წლის წინ ჩვენ ვკითხავთ მაგის წიგნებს და კიდე მაგას ეწერება რა მადლი. როგორც არის მაგისი პატარა შვილი რომელცა ხეირი არის მაგისთვის. მესამე ძმებო მესამე ძმებო ასე საფუძველი რომელიც ეხმარება ადამიანს რომ დარჩეს ცოდნის გზაზე ეს არის თასბირუ ნაფს რომ შენი სულის გამაგრება რაზე მოთმინებაზე საბრზე იმიტომ ძმებო ცოდნის მიღებას მოთმინება უნდა ცოდნის მიღებას უნდა მოთმინება და ალლაჰმა აზზა ვა ჯალმა ძალიან ბევრჯერ უთხრა შრომაურ მუჰამედ სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამმა რომელსაც ყველაზე დიდი საბრი მაგას უამრავ აიათებში ალლაჰმა ყურანში უთხრა მუჰამედ სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ რომ მოითმინეო საბრი გამოიჩინეო როგორც მაგალითად ალლაჰმა თქვა ფასბირ კამა საბარა ულულ აზმი მინარ რუსულ მოითმინეო ისე როგორც მოითმინეს მაგრები სულით შრომავლებიო Allah ეუბნება ვის შრომაურ მუჰამედ სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ შენს მოითმინეო ანუ აზრს მაგას мотивაციას ფასბირ ლიჰუკმი რაბბიკ Allah იძახის მოითმინეო შენი ღმერთის რა გადაწყვეტილებას სანამ გადაწყვეტილება მოითმინეო Allah უზენა ესე იძახის ვასბირ ნაფსაკა მა'ალლადინა იად'უნა რაბბაჰუმ მოითმინე შენი თავი იმ ხალხთან ერთად ვინც დუას უკეთებს ალლას მაგათთან ერთადო ფილ ღადაათი ვალ აში როგორც დილასო ასევე სანამ მზე ჩავაო იურიდუნა ვაჯჰა მაგათ უნდათ რა ალლაჰის ხათრი სალაფები ძმებო ამ აიათს ისე რა თქვეს ამ აიათს ზუსტად ჰია მაჯალისულ ილმი ვალ ფიყჰ ეს აიათი რაზე ლაპარაკობს მაჯალისულ ილმ ცოდნის სხდომაზე და ფიქრის სხდომაზე ანუ შეიძლება ალლაჰმა იცის რომ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მაგას შორის ეს არის მაგაზე მაგითო თასბირუ ნაფს რას ნიშნავს მე სულის გამაგრება საბრზე რას ნიშნავს რა არის საბრი სულის საბრისთი ცოდნაზე რომ შენი თავი უნდა შეიკავო ყველაფერზე იმაზე რასაც შენ მიგიყვანს სადამდე ცოდნამდე ნებისმიერ რამ რასაც შენ გეხმარება მიგიყვანოს ცოდნამდე ჩაეჭედა იმ რაღაცას და ნებისმიერ რამ რასაც შენ ანუ მოგაშორებს ან გზიდან როგორ შეიძლება იყოს შენი ტელეფონი თამაშები რაღაცა ნებისმიერ რაღაცა მოგაშორებს ან გზიდან შეიძლება მაქსიმალურად ეს მოაშორო რომ შენ დარჩე რა ცოდნის გზაზე ეს არის ძმებო საბრი და ასევე როგორ შეიძლება რომ შენი საბრი გახდეს უფრო ძლიერი ამ გზაზე ცოდნის გზაზე როგორ ძმებო შუმამა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ გადმოსცა როგორც სახი ხადიში რომელიც გადმოსცა ბუხარი და მუსლიმი თქვა მან იათასაბარ იუსაბირჰულლაჰ ვინც საბრს გამოიჩენსო ალლაჰი დაეხმარება მაგას რა საბრი გამოიჩინოს შენ თუ მართლა ცდილობ ჩემოძმაო ჩვენ თუ მართლა ვცდილობთ რომ საბრი გამოვიჩინოთ ამ გზაზე ალლაჰი ჩვენ ჩადებ ჩვენ გულებში რა მართლა საბრს ალლაჰი იცის ჩვენი გულები ძმებო მაგითო ძმებო ყოველთვის უნდა ჩვენ თავებს რა გავახსენოთ რომ უნდა მოვითმინო ვიცი დავიღალე ვიცი ცოტა სიზარმაცე მოდის ვიცი რაღაცები არის რაც ჩვენ ჩემ დუნიაში რაღაც შეიძლება გადამიყვანოს ამ გზიდან მაგრამ უნდა მოვითმინო ინშალლა ეს ჩემთვის ხეირი იქნება ყოველთვის მე არაფერს არ გავმაზავ მე თუ დავდგები ცოდნის გზაზე გავა 10 20 30 წელი მე რა მოხდება მე არ ვინანებ ჩვენ ხო გახსოვს მე წინა გაკვეთილზე რა ვთქვით რომ ადამიანი შუმავა სალლალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა ადამიანი როცა კვდება ორი ადამიანი არის ერთი ნანობს ანუ ვინც კვდება ყველა ნანობს როცა კვდება მაგრამ რას ნანობენ ერთი ნანობს რომ ბევრი ცოდები გააკეთა მაგითო ნანობს მეორე რატო ნანობს ვისახსოვს მეორე რატო ნანობს რომ უფრო ბევრი კარგი საქმეები არ გააკეთა სალih ადამიანი როცა კვდება ალიმი როცა კვდება ნანობს რომ უფრო მეტი საქმეები რატო არ გააკეთა ალლაჰმა დაგვიფარო ძმებო რომ იმ ხალხის შორის ვიყოთ ვინც ნანობს რომ რატო გამოტოვა ეს კეთილი საქმეები ეს ძმებო ცოდნა არის ყველაზე საუკეთესო კეთილი საქმე რომელიც ჩვენ შეიძლება იყოს ჩვენ დუნიაში ყველაზე საუკეთესო კეთილი საქმე ვაჯიბების მერე მეოთხე ძმებო და ბოლო არის რა ალიმების რჩევა რა დუა მეოთხე რა არის ძმებო დუა Allah'ma uzana isma şumama sallallahu aleyhi ve sellem Kur'an-ı ravutha ve qur rabbi zidni ilma tüye Muhammed gmertu momimate tsodna esare bzaneba Sufyan ibn Uyayna magram tqarom Allah'ma ubzana vajibat ubzana şumama sallallahu aleyhi ve sellem rom dua gaeketebin rom est khov Allahsra tsodna asve magram tqarom Allah'ma araperi arubzana şumama sallallahu aleyhi ve sellem Kur'an-ı rom etkhona ragasa misgan გარდა ცოდნისა
არც ფული, არც ბავშვები, არც რაღაცა სხვა, მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა. მაგიტომ მაგას იძახის, მაგან იძახის, რომ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ რამდენად ძვირფასი რაღაც არისო რა ცოდნა. რამდენად ძვირფასი რაღაც არისო რა ცოდნა. ძმაო, ჩვენ ცხოვრებაში ბავშვები ხო ძვირფასი რამეა. ბარაკათი ხო ძვირფასი რამეა. კარგი საქმეები ხო ძვირფასი რამეა. ალა ამალუ სალih, ხო? Allah ხო შეეძლო ყურანში ეთქვა, ey მოჰამედ, თქვი, ღმერთი მომიმატე კარგი საქმეები. მაგრამ რატომ ალლაჰმა უთხრა შუმავა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამმა სთხოვი ალლაჰს რა ცოდნა. იმიტომ ძმაო, ცოდნაზე არის დაფუძნებული ყველაფერი. თლიანი შენი ცხოვრება, თლიანი შენი სიკეთე. მაგალითად ძმაო, ალლაჰმა ყურანში თქვა, "ვა მან იატაყილლაჰ იაჯალ ლაჰუ მახრაჯა." ვისაც ეშინია ალლაჰის, ალლაჰი მაგას აძლევს გამოსავალს ცუდი მდგომარეობიდან, ხო? ვისაც ეშინია ალლაჰის. ძმაო, შეკითხა თქვენთვის, მიპასუხეთ. ადამიანი, რომელიც არის ის, ვინ არის მისი ღმერთი, არის ის რა არის ჰალალი, ჰარამი, არის ის რამდენი საფრთხეშია თუ გაკეთეთ ცოდნას, მაგას ეშინია ალლაჰს. რა თქმა უნდა, მაგას არ ეშინია ალლაჰს. ადამიანი თუ უნდა რომ შეეშინდეს ალლაჰს და გამოსწორდეს, გამოვიდეს ძნელი მდგომარეობიდან, რა უნდა გაკეთოს, ცოდნა უნდა მიიღოს. და მაგის მერე ალლაჰმა თქვა, რა თქვა? "ვა მან იატაყილლაჰ იაჯალ ლაჰუ მახრაჯა ვა იარზუყუჰუ მინ ჰაითუ ლა იჰტასიბ." მაგას ბარაკას, რისკს, ფულს, რავი, ბავშვებს, ყველაფერს მისცემს იქიდან, საიდანაც არ მოილოდება. მაგრამ რა უნდა მაგისთვის? თაყვა. ჩვენ ძმებო ხანდახან ყველაფერს თავს ვაძლევთ, ჩვენ თავს თლიანად ვაძლევთ რაში? თიჯარატში, ბიზნესში. ფულში ვაძლევთ, ამ დუნიაში ვაძლევთ, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მთავარი რა ძმები. ჩვენ თუ თაყვა არა გვაქვს, ჩვენ თუ ღვთისმოშიშენი არ ვართ ალლაჰის წინაშე, ჩვენ ცხოვრებაში რისკი არ მოვა. ზოგია ხალხი იძახის, ხო, მაგრამ არის რამოდენიმე ბოროტი ხალხი, მაგათ მილიონები აქვს, მაგათ მილიარდები აქვს. რისკი მარტო ეგ არის ძმებო? რისკი მარტო ფულია? გეკითხებით. რისკი მარტო ფულია? რისკი არის შენი ახლაყი. რისკი არის შენი ღვთისმოშიშება. რისკი არის შენი ლოცვა, შენი მარხვა, შენი კარგი ურთიერთობა ალლაჰთან. ეგას ხო რისკია? მარტო ფული ხო არ არის? რამდენ ჩვენ ჩავიძერეთ ამ დუნიაში, რომ ჩვენ გონია რომ მარტო ფული არის ჩვენი რისკი. და მე ძმებო, ნამდვილი სიმდიდრე რა ჩვენ აქამდე ვილაპარაკეთ. ნამდვილი სიმდიდრე არის ის, როცა შენ შეიძლება ბევრი არა გაქვს, მაგრამ შენ თავი გზნობ რა დიდრად. შენთვის საკმარისია. ამაყი ხარ მაგით, ანუ დიდად გზნობ შენ თავს. რამდენი ძმებო არის დიდარი ხალხი და შეხ აბდურაზაკ ალბათ მოყვა ეს ნამდვილი ისტორია არის. ორი მუსლიმანი იყვნენ, ერთი ძალიან დიდარი, ერთი ღატაკი მუსლიმანი. და ამ მუსლიმი რომელიც არის დიდარი, ძალიან დიდარია. სასტუმროები ყავს უამრავი საუდის არაბეთში და ძალიან დიდარია. მაგრამ აბათ იყო რაღაცა დაავადება ქონდა მაგას მუცელში. ბერს ვეჭამდა. შეიძლება ძალიან ცუდა ჭამდა, მერე ცუდა ხდებოდა, გამოდიოდა ყველაფერი და ცუდად იყო. ერთხელ ფანჯარაში ვიყურებიო და ვხედავ ვიღაც ინდოელი ძმა არის, მუსლიმი, ინდოელი, დამლაგებელი, ქუჩის დამლაგებელი. მივიდა და ხეს ქვეშ დაწვა. ხე იყო ხოით როგორც ხელა მან ჩრდილის ქვეშ დაწვა, ამოიღო დიდი პური, ამოიღო დიდი მაწონი და დაიწყო მაგის ჭამა. და კარგად ჭამს, აი მართლა რომ კარგად ჭამს. თითქოს წვას ჭამს და რაღაცას. და ის დიდარი მაგას უყურებს და იძახის რომ მე ხო რომ შემეძლოსო, თლიან ჩემ ფულს მაგას მივცემდიო. ონდ ეს რაღაც ჯამთი რომ მაგას მე მქონდეს იგივეო. მაგას ვერა ჭამდა ძმებო. გავაზრდა რა შეიძლება დუას, როგორც ჩვენ თვით ალლაჰმა უბზანა შომავა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამმა დუა გავუკეთოთ, ყოველთვის რომ ალლაჰმა მოგვიმატოს ცოდნა. დუა და ცოდნის მიღება ძმებო, რისთვის არის ჩვენთვის? რატო ვაკეთებთ რომ საერთოდ რისთვის ვიღებთ ჩვენ ცოდნას? როგორც ჩვენ თქვით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ალლაჰის ხათრისთვის, არა იმისთვის რომ რაღაც ადგილი გქონდეს ამ დუნიაში, ამ ვესპოროთ ხალხს და ასე შემდეგ, არამედ რო ცოდნა რისთვის არის ძმებო, რომ ჩვენი თავები გამოვასწოროთ პირველ რიგში. ეჯაჰლი, რომელიც არის უცოდნიერობა არის ჩვენ გულებში, ამოვიღოთ ჩვენი გულებიდან. და რა? ალიმები თქვეს, რომ ჩვენი თაყვანისცემა უფრო მოიმატოს და უფრო ხარისხიანი გახდეს. იბნ ჯარირ ატ-ტაბარი როცა კვდებოდა, იბნ ჯარირ ატ-ტაბარი, რაჰიმაჰულლაჰ, როცა კვდებოდა, მაგას ჰქონდა ერთი დაავადება, რის გამოც მოკვდა. მაგ დროს მოვიდა მაგასთან ერთი მამაკაცი. მოვიდა ერთი მამაკაცი რაღაცა თემით, რაღაცა თემაზე ლაპარაკობდნენ, ცოდნის თემა იყო ფარაიდებზე და იბნ ჯარირ ატ-ტაბარი უცბად დაიწყო იმ თემის გარკვევა, ანუ ასე თქვათ, ანუ ცოდნი ილმიანი გარკვევა დაიწყო იმ თემაში. იმ კაცმა როცა ნახა ადამიანი არის ეგეთ მდგომარეობაში უკვე კვდება, ეგეთი დაავადება რის გამოც მოკვდა, ეუბნება მაგას რომ აფი ჰადი სა ია აბა ჯაფარ, ამ დროსაც, ანუ ეხლა ია აბა ჯაფარ, მისი ქუნე აბა ჯაფარ, ანუ შენ ეგეთ დღეში ხარ, უკვე კვდები, მიდიხარ უკვე, აი წამი შეიძლება მოკვდე. და ეხლაც რაღაცა ცოდნის თემა შენ ხა აკეთებ, ანუ განმარტებას და მაგან თქვა ეგეთი ოქრო სიტყვები, ან ამუთა ალიმან ბიჰა ხეირუნ მინ ან ამუთა ჯაჰილან ბიჰა. მე რომ მოკვდეო ამ თემითო, ცოდნეო,
არის უკეთესი ჩემთვისო, ვიდრე მოვკვდე ამ ცოდნითო, როგორც ჯაჰილიო. ალლაჰუ აკბარ ძმებო. ადამიანი ცხოვრების ბოლომდე არ გამოტო ერთი წამიც. ალლაჰ მაგახოთ ცოდნე ხალხის შორის. ამინ. როგორც ჩვენ გვიძმებო, ალიმების ისტორია არის დიდი ისტორია ჩვენთვის. ალიმების ისტორია, სალაფების ისტორია ჩვენად გვახშენებს, გვამაგრებს ცოდნის გზაზე ჩვენ გვამაგრებს. ჩვენ უნდა გავახსოვდეს ძმებო, რომ ალიმები იმდენი შრომა ჩადეს ცოდნის ჩვენ დღესაც ჩვენ ვკითხავთ, ხო, ჩვენ ადვილია ჩვენ პლანშეტი გვაქვს, მიკროფონი, კაი სკამე, ცივი წყალი, კონდიციონერები ჩართო, აქ ვზივართ ძალიან ბირ ხალი ჩაზე და ასე შემდეგ, კომფორტი გვაქვს დრიანი ძმებო. იმამ აჰმადზე არის გადმოცემული თუ სხვა იმამზე არ მახსოვს, რომ ერთი ჰადისის გამო რამდენიმე 100,000 კილომეტრი გადიოდნენ ვირზე ერთი ჰადისის გამო. და მაგ დროს ის ალიმი იყო ცუდად. ანუ ქვევიდან სისხლი გამოსდიოდა, ცუდად იყო, ვერ იჯდა ბევრი ხანი ვირზე. არ იყო კომფორტი. თვითრინავდა და ოსპად რამოდენიმე საათში, ერთ-ერთი ალიმი არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ ვიცი, რომ იყო ეს ნამდვილი ისტორია არის და შეიძლება წასულიყო მან, შეიძლება ის ჰადისი, რომ ერთი ჰადისის გამო მიდიოდა მან. შეიძლება ის ჰადისი ვაში სუსტი იქნებოდა, ან მოგონილი ჰადისი. მაგრამ რამხელად მაგათ мотиваცია ჰქონდათ, რომ მაინც მიდიოდნენ მან. რამხელად საქმე ჩადეს, დღეს ჩვენ გვაქვს მეგო, ქუთუბუს სითა. იმამ ბუხარის წიგნი, იმამ მუსლიმის წიგნი, საჰიჰ თირმიდი, საჰიჰ მავარიდ ազამან, საჰიჰ ალ-ჯამი ას-საღირ. წიგნები არიან ჩვენთვის მეგო შეგროვილი, აი ხელზე გვაქვს. როგორც იძახე ნაპადნოსი, აი. როგორ არის ნაპადნოსი, როგორ არის ქართულად? ანუ მოტანილია შენ, აი უბრალოდ წაიღა, მეტი რა გაგიდა. და ეგაც გვეზარება ძმებო, ალლაჰ გაგვასწოროს, ანუ. იბნ რაჯაბზე არის მოყვანილი ერთი ისტორია, იბნ რაჯაბ. ერთხელ იჯდა თავის მოსწავლეებთან ერთად, გვამთავრე ძმებო. იჯდა, ეგრე ჩვენ ხავ ვზივართ თავის მოსწავლეებთან ერთად და რაღაცა თემა ქონდა, გადიოდა რაღაცა თემას და მისმა მოსწავლეებმა მოყვეს, რომ ისე განმარტა ის თემა, ისე სასწავლოდ განძლიათ განმარტა ის თემა, რომ შეკითხებით მაგას არ დარჩნა, არ და შეკითხები და ძალიან დიდ დონეზე განმარტა ეს თემა. და მაგის მერე მაგა დაუძახა ერთ-ერთი სამართველო, ასე ვთქვათ, მართველი იყო ძალიან ყადა, მინან ყუდათ, ერთ-ერთი ხალხი შეგროვდა მან, ძალიან ბევრი ალიმები შეგროვდნენ მან და ისინი წავიდნენ მან, დაუძახეს, მივიდნენ და რაღაცას თემაზე ლაპარაკობდა, ანუ ცოდნის თემაზე. და რამოდენიმე დღის წინ ამ თემაზე ილაპარაკეს, იბნ რაჯაბა ილაპარაკა თავის მოსწავლეებთან ერთად. და როცა მივიდნენ დაჭდნენ დაიწყეს ეს თემა და უყურებენ მისი მოსწავლე იბნ რაჯაბის მოსწავლეები უყურებენ რომ რასაც ეხლა ისინი ლაპარაკობენ იბნ რაჯაბმა მაგაზე ისე ილაპარაკა რომ ახლოსაც ვერ მიდიან მაგის ანუ დონეზე ახლოსაც ვერ მიდიან რა მაგის დონეზე და როცა და ელოდებიან თავისი შეიხისგან იბნ რაჯაბისგან რომ შევიდეს თემაში მაგალთან ერთად რომ აჩვენოს რომ რამხელა დიდი დონეა რომ უფრო კარგად გამარტავს ამ თემას და უფრო დიდი ხეირი იქნება ყველა ხალხისთვის დამთავრდა ეს ხდომა წავიდა ყველა დარჩნენ მოსწავლეები თავის შეიხთან ერთად იბნ რაჯაბთან ერთად და კითხეს შეიხო შენ ჩვენთან ერთად რო იყავიო ეს თემა ისე კარგად აგიხსენიო ასე ვთქვათ ჩვენებად ისე დაღეწიო ასე ვთქვათ ხო რომ შენ პოსტა გეჩვენებინა რომ რამხელად დიდი ფაიდა მოგეტანო მაგათვისო იქნებოდა ძალიან კარგიო ანუ მაგათ უნდათ რომ მაგათი შეიხია ხო რომ მაგათი შეიხი გამოჩნდეს ხალხში იმიტომ უყვართ თავის მასწავლებელი და შეიხმა თქვა ეგეთი ძალიან ზვირფასი სიტყვები და სალიხ შეიხმა თქვა რომ ეგეთი სიტყვები ვინც იძახისო არის მართლა აქვსო იხლასიან მასწავლებელსო მაგან თქვა რომ მაჯლისი მააკუმ ლილლა მაჯლისი მააკუმ ლილლა ჩემის ხდომა თქვენთან ერთად არის ალლაჰისთვის ვა ჰადა მაჯლისუნ yuradu bihi ad-dunya და ეს მაჯლისი რომელიც მაგათთან ერთად იყო მანდ იყო რა დუნის სურვილი და მაგის გამო არ უპასუხა არა და შეიძლება იპასუხოთ მაგ ხალხს შორის და ძალიან აემახა თავი შეიხ სალიხ შეიხ რას იძახის ამ ჰიკმათი რა არის ამ პატარა მოკლე ისტორიიდან რომ რამე ხელა შენ ხარ ძლიერი ხო მაგრამ შენ თუ არ გათავადო ასე ვთქვათ თავდამდობა თუ არ გაქვს შენ ცოდნას არანაირი ფასი არ აქვს შენ თუ ხარ ალიმი მაგდო თავდამდობა შენ ალლაჰის წინაშე გაქვს დიდი რა ღირსება და სანამ დავამთავრეთ მე გავიმეორეთ უცბად ეს 4 რა გვიხმარება ცოდნის მიღებაში პირველად ჩვენ თქვათ რა უნდა გვესაჭიროება ცოდნა უნდა გვახსოვდეს რომ მე მესაჭიროება ცოდნა ჩემთვის ცოდნა არის ყველაფერი სიცოცხლეა ჩემთვის მეორე ჩვენ თქვით რომ გავახსოვთ ჩვენი სულები რა ცოდნის ღირსებით უნდა გვახსოვდეს ცოდნა რას მომცემს ალლაჰის წინაშე ამამაღლებს და ასე შემდეგ მესამე რა დასბირო ნაფს
ჩვენი სულებით უნდა რა ვასწავლოთ რაზე? საბრზე, საბრი უნდა მაგათ და მეოთხე რა დუა. ყოველთვის თხოვეცმებო რა ცოდნა მომიმატე ღმერთო, ცოდნა მომიმატე ღმერთო, ცოდნა მომიმატე. ალლას უზენაეს თხოვეცმებო ცოდნა მოგვიმატოს. ალლას უზენაეს თქო რომ ხერიანი ცოდნა მოგცეს. და ალლას უზენაეს თქო რომ ჩვენ მოგვაგტინოს როგორც სალიჰი მისი მუსლიმები. ამინ. Allah barak amogtes. Subhanakallah. Bihamdika ashhadu an la ilaha illa anta astaghfiruka wa atubu ilayk.